კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად. ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა. ისრაელში გამართულ ტურისტულ ფორუმზე, რომელსაც 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ტრადიციული სამზარეულო ღვინო და ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციები წარადგინა. გაიმართა B2B შეხვედრებით, სადაც ქართველ და ისრაელ ტურ ოპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ. გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების მიზანი საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის ჩამოყვანაა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით ისრაელი ჩვენი ქვეყნის ტოპ 10-ში. თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა IMTM 2026-ზე საქართველოს სტენდთან ვიზიტორთა ნაკადი 2 დღის განმავლობაში არწყდებოდა. დაგემოვნეს ეროვნული კერძები, ქართული ღვინო, რომლის დამზადების ტექნიკა, გემო და არომატი მსოფლიოს მრავალ წერტილში იციან. ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად გამართულ პრეზენტაციაზე ისრაელელები საქართველოს კურორტებს, ისტორიულ და ტურისტულად საინტერესო ადგილებს გაეცნენ. ღონისძიებას 60-მდე ისრაელის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ქართველ და ადგილობრივ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის შესაძლებლობაზეც იმსჯელეს. ისრაელში, კერძოდ ქალაქ თელ-ავივში მართავთ ღონისძიებას, სადაც მოწვეული ყავს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალს და პირადი კავშირი დაამყარონ უკვე არსებულ კომპანიებთან. საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. აქ მოწყობილი პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ დავფიქრდი კიდევ ერთხელ, რომ ეს საოცარი ადგილია. მშობლებისთვის ყოველთვის ერთსა და იმავე ქვეყნებს ვირჩევდი. ზაფხულობით საბერძნეთში დავდივარ და ზამთრობით საფრანგეთში სათხილამუროდ. და აი ახლა უკვე ვფიქრობ, საქართველოში წავიდე ამ ზაფხულს. ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორთა ათეულში შედის. ამ მხრივ ტურისტული ნაკადის განვითარებას ხელს ისიც უწყობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოსა და თელ-ავივს შორის პირდაპირი ავიარეისები რეგულარულად სრულდება. მიხარია, რომ ასეთი დიდი სტენდი აქვს საქართველოს ამ გამოფენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი შემოვდივართ, უკვე საქართველოს ხედავთ. ინტერესი ვითარდება ისრაელში უკვე რამოდენიმე წელიწადია, ყოველ წელიწადში უფრო მეტი და მეტი ებრაელები ჩამოდიან საქართველოში და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა და კარგი შედეგებია. და ამას ემსახურებს ქართველი ერი. ჩვენთვის ისრაელი არის ერთ-ერთი ძირითადი ბაზარი და მუშაობთ 2007 წლიდან დაახლოებით ისრაელის მიმართულებით და ყავს ძალიან ბევრი ტურისტები და შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა. აი ამ რაღაცა უკვე არსებული კონტაქტების გამტკიცებისთვის, ახალი კონტაქტების მოძიებისთვის და ისრაელი ზოგადად არის მზარდი ბაზარი. საკმაოდ დიდი არის ინტერესი საქართველოზე და განსაკუთრებით ჩვენი გადმოსახედიდან რაც ნახეთ ყვარელზე და კონკრეტულად კახეთის მიმართულებით ძალიან დიდი ინტერესი არის. სხვათა შორის საქართველოზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება და ის წელს 32-ად ჩატარდა. IMTM 2026 20,000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო საკუთარი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი 50-ზე მეტმა ქვეყანამ წარადგინა. მათ შორის იყო საქართველო, რომლის ისტორიისა და კულტურის მიმართ საერთაშორისო ინტერესი დღითიდღე იზრდება.